ჩვენი ჟირაფი მეგობრების გმირი ყველას უყვარს კიკილი სულ თამაშობს და მღერის სხვებს ეხმარება და შველისპი ლა 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 კიკიაკა ლა 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 მეგობრების ხსნელი კიკი სულ ყველგანა ცუდად გირდა კიკიაკა ერთ დილას კიკი მინდორში სეირნობდა. თავის პატარა მეგობარ ჩიტებს ზურგზე ასეირნებდა და ერთად თამაშობდნენ. ცოტა ხანში ჩიტებს მოსწყურდათ. კიკიმ თქვა: მოდით მდინარეზე წავიდეთ. კიკიმ ჩიტები მდინარესთან მიიყვანა და წყალი დაალევინა. შემდეგ თავის მეგობარ ფუტკრებსაც შეუარა. ისინი ერთად ხტუნავდნენ და დარბოდნენ. იმდენი ითამაშეს, რომ ბოლოს კიკისაც მოსწყურდა. კიკი ისევ მდინარესთან მივიდა წყლის დასალევად. როცა წყალს სვავდა, უცებ უცნაური ტირილის ხმა მოესმა. ვინ ტირის? ან რა უცნაური ხმებია? ძალო ვნახო რა ხდება. კიკი სწრაფად გაიქცა ხმისკენ. მირბის და რას ხედავს? ორმოში ბატონი კულდღელი ჩავარდნილა და ვეღარ ამოდიოდა. კიკიმ უთხრა: ნუ გეშინია. მე აქ ვარ. მე კიკი ვარ. ყველას ვეხმარები და შენც აუცილებლად ამოგიყვან. კარგი, კიკი, გთხოვ დამეხმარე. კიკიმ პატარა ტოტი აიღო. სადა დახმარება, მაგრამ ტოტი მოკლე აღმოჩნდა. შემდეგ უფრო დიდი ტოტი იპოვა, მაგრამ კუდღელი ისე იყო შეშინებული, რომ ვერ ეჭიდებოდა. უცებ კიკის იდეა მოუვიდა. მოიცადე. ეხლა ჩემს გრძელ კისერს ჩამოვწევ. შენ კი ამომაცოცდი. კურდღელმა ფრთხილად დაიჭირა კისერი და ჰოპ, კიკი მიგი უსაფრთხო დამოიყვანა ორმოდან. გახარებულმა კურდღელმა მადლობის ნიშნად სტაფილოები მოუტანა. კიკიმ გემრიელად მიირთვა. კურდღელმა ლოყაზეც აკოცა და უთხრა: მადლობა კიკი. თუ რამე დაგჭირდეს, აქ ვარ. კიკიც დაემშვიდობა თავის მეგობარს და შემდეგ ბედნიერმა და კმაყოფილმა განაგრძო სეირნობა მინდორში. დაიმახსოვრეთ ბავშვებო, ნამდვილი გმირი ის არის, ვინც სხვებს ეხმარება.